მოგესალმებით პატიცემულო რადიოსმენელებო, მივესალმებით ტელემაყურებლებს. დღეს ორშაბათია და ჩვენ გვქონდა უჩვეულო ეთერი რიგ გარეშე, იმიტომ რომ პირველ საათზე, ანუ 3:30-ზე ჩვენ გვქონდა ბატონი თარხანმოურავი, ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, ბატონი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი შონია და მე მანანა ნიკოლაიშვილი, განათლების რეფორმის კვალდაკვალ საავტორო გადაცემის წამყვანი და ავტორი. საუბრობდით საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ანალიზზე. ანალიზ ვახდენთ, ეს არის უკვე მე-14 გადაცემა და ინტერაქტივის დროში ვართ. ეხლა ვართ ინტერაქტივის დროში და ვისაც გექნებათ სურვილი ამ თემასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს თუ არა და რა შედეგების მომტანია ეს, ამას ვიხილავთ ჩვენ წინა საათზე განვიხილეთ და ეხლა ვაგრძელებთ. სტატისტიკური მონაცემები მე ძალიან საინტერესო გამოვაქვეყნე და ნახეთ და გადააზიარეთ ეს და ერთი შემაჯამებელს ვიტყვი იმას, რომ სურვ წაეღოთ, ესე იგი ეს 4000 რაღაცა 5000-მდე სტუდენტი თავისი პროგრამებით 23% იქნებოდა და 77% სტუდენტებისა დარჩებოდა. მაინც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაცემები უნივერსიტეტების დატვირთვის. გესმის ვაჟა? იმიტომ რომ თვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორებაა მაგაზე, ხო? 64%-ით დაიტვირთა წელს. წელს ქონდა ყველაზე დიდი დატვირთვა. 36% არის დაუტვირთავი. ასე რომ ბევრად დიდი დატვირთვა ექნებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უფრო დიდი უნივერსიტეტია და აქვს ძალიან რთული და ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის უნივერსიტეტია. და კიდე რა გამკვირებია, იცი ვაჟა, მას კიდევ გავიმეორებ, 23% მიყავდათ სტუდენტების, 77% რჩება ადგილზე. 31 პროგრამა მიქონდათ ამ ჰუმანიტარულ ყმადაღებული, ეს არის 17.8%, ანუ 18%, 82% რჩებოდა პროგრამების. იმ ნიადაგზე რომ ხო არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და რაღაცა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ინჟინერიის პროგრამები, სან-დიეგომაც გაუკეთა, ეს უნდა გადმოსულიყო აქეთ და კომპიუტერის პროგრამები. შემდეგ ილიაუნს აქვს ცალკე კორპუსი აუშენა ამერიკელებმა, სამშენებლო, არქიტექტურა, დიზაინი და ეს საინჟინრო დედამიწის შემსწავლელი ისინი რაც აქვს, ესენი ყველაფერი უნდა იქ მარტო პედაგოგიური უნდა დარჩენილიყო, ჰუმანიტარული გადმოდიოდა თსუ-ში და ეს ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებები გადმოდიოდა აქეთ. ესე იგი ვერც დაატევდა თბილისის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 77% სტუდენტებისა რჩებოდა და 82% პროგრამებისა. და ეს არ მისცეს, გესმით? ანუ თავისივე კონცეფცია დაარღვიეს. ანუ რა ხდება? პირდაპირ ხდება ის, რომ აი მე მინდა ეს ტერიტორიები თბილისის ცენტრში, მე მინდა ეს შენობები, მე უნდა გავაუქმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აი ამას ამბობს მუშტის დაკვით, ხელების გადაგრეხვით, აბსოლუტურად კანონმდებლობიდან გამოსული საქართველოს მთავრობა და მიაქვს და მიაერთა ზეპირ სიტყვიერად მინისტრმა, რის უფლებაც არ ქონდა და ეხლა იწყებენ 2-3 დღეში. დღეს იყო ბიუროზე, ხვალ დაიწყება მოსმენა, უკვე როდის არის პარლამენტის ხდომა, ალბათ 4 შაბათს გამართავენ. ყოველ შემთხვევაში 5 შაბათს ზად იქნება, 5 თებერვალს მიღებული იქნება და გაფორმებული იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგრამ დღეს ჩვენ ამ ეთერში შევიკრიბეთ, იმიტომ ბატონმა დავითმა თქვა რამდენიმეჯერ გაიმეორა. ჩემს მოსვლამდე თქვა დღესაც. ჩვენ დავიწყებთ საზოგადოებრივ ბრძოლას, სახალხო მოძრაობას და პლუს
აუცილებლად პარალელურად უნდა მოხდეს სამართლებრივი ბრძოლის დაწყება. აბა თქვენ და აბა ჩვენ, რადგანაც ასეთი უსამართლობას გამოხატავს საქართველოს მთავრობა. ეხლა ჩემთვის ცნობილია. ნახევარჯამ თქვენ ხართ იმ უნივერსიტეტის თანამშრომელი ათეული წლების განმავლობაში. შეიძლება თქვენთვისაც ცნობილია, თუ არა და გთხოვთ დაძმურად რომ დაიწყეთ გამოკვლევა, თქვენ მაგის გამოცდილება გაქვთ, ყოფილი პარლამენტარი ხართ, სხვადასხვა თანამდებობის პირი იყავით, საჯარო მოხელე, ყველანაირი გამოცდილება გაქვთ, საზოგადოებრივი, ხელოვნებაში თუ ყველაფერში და ყავთ უდიდესი ნაცნობობა. მე გვარად ჯერ არ ვასახელებ. ჩემთვის ცნობილია, რომ შიგნით უნდათ შეიტანონ და ცოტა პატარა მუხტი დაყოფის შეტანილი აქვთ. მე ვლაპარაკობ თვითონ კოლექტივში, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ძალიან კარგია შეერთება. როდესაც მთლიანად დაინგრევა და დაიკარგება მთელი სუფთა საინჟინრო მიმართულებები, რომლის მსგავსი სხვა უნივერსიტეტებს არა აქვთ. ხო, მოიკითხეთ ეს და არის აი ასეთი ფარული, მოღალატეობრივი, ცოტა, მაგრამ აი ასეთი რაღაცა ბზარები არის გაჩენილი. მაგრამ მე მინდა იმ ვინც დაადგა მოღალატეობრივ გზას, თითო ოროლა ადამიანი. ეს არ არის ბევრი. თითო ოროლა ადამიანი. ჩვენ ეს ვერ შეგვაჩერებს. სამართლებრივი ბრძოლა შეუძლია აწარმოოს ერთმა ადამიანმაც. გააგრძელე ვაჟა. მე მინდა ისევ მანანა დაუბრუნდე ისტორიას და თავიდანვე ვთქვა, რომ ეს არის ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწყისი არის ჯერ კიდე 1917 წელი, როდესაც იმდროინდელი მეფის რუსეთის იმპერიის ბრძანება გამოდის ამიერკავკასიაში ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის თაობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაერთ ეთერში გავიმეორე, რომ ამიერკავკასია მარტო საქართველოს არ მოიცავდა და თბილისს, ეს იყო სომხეთი, ეს იყო აზერბაიჯანი, ეს იყო ჩრდილოეთ კავკასია და ასე შემდეგ. და ძალიან კარგად იცოდა რუსეთის იმპერიის ცენტრმა, რომ ქართველი ერი იყო სწავლის მოყვარე და ყველაზე ინტელექტუალური ერი და სწორედ თბილისი იყო ამიერკავკასიის ცენტრი და აქ დააფუძნა ამ ბრძანებით, რომელიც სხვათა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება და ეს საამაყო ეტრატზეა ეს ბრძანება, იმპერატორსკი პრიკაზ რომ აწერია, სადაც სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეს ჩასახვის საფუძვლებია წარმოჩენილი. ეს ძალიან კარგად იცოდა ქართული ისტორიის მამად წოდებულმა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელსაც სწორედ პეტერბურგში ჰქონდა პირველი დისერტაციაც დაცული საკანდიდატო და სადოქტოროც, ძველი ქართული საქართველოს ძველი ქალაქები და ისინი სომხეთის ძველი ქალაქები, მაგის დისერტაციის თემები და ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გაცნობილი იყო იმდროინდელ უნიკალურ არქივს პეტერბურგის უნივერსიტეტის, რომელიც დაასრულა. და ამიტომაც 1922 წლის 16 იანვარს, რომელიც ითვლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაბადების დღედ, საზეიმოდ აღნიშნა ივანე ჯავახიშვილმა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გამოყოფა და ნახეთ, როგორ გაკეთდებოდა რა, როდესაც უკვე დაინიშნენ ამ ფაკულტეტის დეკანი, მიიღეს სტუდენტები, პირველი მიღება მოხდა 1922-23 წლებში, 1928 წლის ივნისში უკვე პირველი გამოშვება იქ კალატოზიშვილები და ვიღაცები და ვიღაც ძალიან ცნობილი ინჟინერია და ვინ კითხულობს ლექციებს მაშინ, ვინ არის ამ 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი? ნიკო მუსხელიშვილი, ეს ჩვენი ცნობილი გრანდი. ვინ გამსათავებთან, ესე იგი ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, რომელიც დეკანი იყო. აი ეს ხალხი იდგა, გესმის?
ეს 1928 წლიდან უკვე პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჩვეულებრივად არის და არსებობს. მას მერე 50 წელიწადზე იმეს თქვა 1962 წელს ასე ისე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და 2 წლის წინაც თუ 4 წლის წინაც ჩვენც ვიზეიმეთ 100 წელია რა. ერთი კვირის წინ 104 წელი იზეიმა უნივერსიტეტმა გამოვიდა ეს ფარისეველი მისი რა ქვია განათლების მინისტრი მიულოცა იქ შეკრებილ კოლექტივს სავსე დარბას რომ იცი თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ ერის სახელმწიფოს წინაშე აღზარდეთ თაობები ასე ისე თელი ამბავი და ესე იგი ერთი კვირის თავზე აცხადებს რომ მოხდეს გაუქმება და შეერთება გესმით ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ამას უნდა სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი დევნა ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება ამ ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ არაერთხელ მოითხოვეთ თქვენს მეც და სხვებმაც რისი დასკვნის საფუძველზე აკეთებ რა ანალიზი გააკეთე რომელი სიღრმისეული ანალიზი გააკეთე შენ შაშკინის და ადეიშვილის მოადგილე პატიმართა წამების და რეჟიმის დარგში რომელი ანალიზი გააკეთდა მაინტერესებს ეს ანალიზი გამოქვეყნდეს რას ეფუძნება აგერ ქალბატონმა მანანამ რეალური სტატისტიკა წარმოგიდგინათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიგა ცხოვრების სტრუქტურის განათლების კუთხის, სამეცნიერო კუთხით, სტუდენტების რაოდენობის კუთხით და ასე შემდეგ, ყველა სფერო ფაქტიურად, ხო? თქვენს წარმოგვიდგინეთ, რა სიღრმისეული ანალიზია, რის საფუძველზე აკეთებთ ამ დასკვნას, რომ ესე იგი მოუხუშტურა უცბად იმას კობახიძეს, რომ მოდი რა ბიჭო, რა კაი შენობებია რა ეს უნივერსიტეტი გპ-ის ის პირველი კორპუსი მშვენიერი ის და რამდენად გაიყიდება, რამდენად იქნება. ესე არ არის, ბატონო, ესე აშენებას საუკუნეები და წლები სჭირდება დაანგრევა შეიძლება წუთებში მოხდეს და ვაი იმას ვინც ანგრევს უფალი ამბობს ამას ჩვენი თაობები აშენებდნენ ჩვენი წინაპრების თაობები უძვირფასესი ადამიანები ხო ჩვენ ახლა ვახსენეთ ბატონი გოჩა ჩოგოვაძე ერის კუთვნილება ხო ეს არის ერის კუთვნილება გრანდები გამოდიოდნენ ბატონი ივერი ფრანგიშვილი გოჩა ჩოგოვაძე თეიმურაზ ლოლაძე ეს გრანდ ანდრია რაზმაძე ნიკო მუსხელიშვილი გესმის ანდრია რაზმაძე სიამაყე ნახეთ იმის ჩანაწერები კაცო ვისაც არ ესენი უცოდინები არიან მაგრამ ხალხის გასაგონათო ანდრია რაზმაძე ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი სიამაყით კითხულობს პირველ ლექციას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ის კითხულობს უმაღლეს მათემატიკას ეს ინჟინერის დიდი ტაძარი შეიქმნა ამითი ერისთვის რასაც ნატრობდა ილია ჭავჭავაძის ნაწერები და ამათ არ ეკრებათ ეხლა მიქანაძის გასაგონად არ ვამბობ ეხლა უწოდინების გასაგონად არ ვამბობ ილია ჭავჭავაძე ნატრობს რომ ნეტა 12-ოდე ინჟინერი მაინც მოგცა საქართველოში და ჩვენი ქვეყნის აღშენებლობა დამაწყებინა ამ კუთხით და ფაქტიურად დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ერის მამის ილია ჭავჭავაძეს ანდერძი შეასრულა ეს შემთხვევითი არ არის ეს პროცესი, კაცო, ვიღაცა ამბობს, გამოდის ის რა ქვია, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც აზრი არ არის საერთოდ ამ ისტორიების ეთყობა. და ეხლა აბა სოროში გამოსდილ ხალხმა რა თქმა უნდა არ იციან ეროვნული არაფერი და თურმე ისა ჯავახიშვილს წაართვეს ეს ისა უნივერსიტეტის პოლიტექნიკური. არა ბატონებო. საზეიმოდ განაცხადა. ეს გაყალბებულია სპეციალურად. რატო შეყავთ შეცდომაში და მე ამ ტროლეიბუსები თუ რას ეძახით რო გაიმართლონ თავი ხალხთან ბოტები თუ ბატები არიან ვიღაცა ხო განა რას გიხდიან აქ არის სამშობლოს გაყიდვაზე ლაპარაკი საქართველოს გიყიდიან ყველას თვალწინ თქვენი მომავალი თაობის მომავალს ყიდიან გესმით რომ უცოდინარი თაობა იყოს უცოდინარი ყავდეთ მარტო ხელზე მოსამსახურე ბიჭები რომ დარბიან აი მეთი მოტოციკლეტები და იმითი ბენზინ გასამართ სადგურებზე ჩამხმელები ოფიციანტები შეშის მჭრელები და ასე შემდეგ მეტი არა განათლებული თაობა არ ჭირდებათ იმიტომ რომ გაუნათლებელს ადვილად მართავ ჯიოვანლოს რომანი რომა სპარტაკი იქ რო წერია იქ რო ამბობს მონა უნდა იყოს მშიერი და გაუნათლებელი რომ ადვილად მარტოთო ის გენიალური იტალიელი წერილი ეს შემთხვევითი კი არ არის სწორედ ასე მონებათ უნდა თაობა და არ გამოვა ქართველი ერი არის დიდი ერი ქართველი არის გრიგორ ხანძთელის გიორგი მთაწმინდელის რუსთაველის ერი და აი ამ სიმაღლეებიდან გინდათ რომ თქვენ ჩამოიყვანოთ და გაანადგუროთ ერი
ქრისტეს ერთგული ერის განადგურება გინდათ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის განადგურება გინდათ თქვენ. არ გამოგივათ. თქვენ ახართ იუდას ნაბუშრები და იმ გზაზე მიდიხართ, სწორედ მოღალატეობრივ გზაზე. დღეს ხელახლა აკრავთ ქრისტეს, ავით საქართველოს ჯვარზე თქვენ. თქვენ გარეწრებო თქვენ. კარგით. ესე იგი გაუგებრობას გამოიწვევს, რა ვიცი, ჩემი ხმა იმით გაუგებრობას გამოიწვევს ეს გაერთიანება. იმიტომ ტექნიკური უნივერსიტეტი რო ავიღოთ, თუ ასე რო ვთქვათ, შეიძლება აი წესრიგს უფრო ემსახურება. ეხლა უნივერსიტეტი რო ავიღოთ, უფრო თავისუფლებისკენ მიდის ბრძოლა. ამათი გაერთიანება ერთად, რა ვიცი, წარმოუდგენელია. აი რო ავიღოთ ტექნიკური უნივერსიტეტის აი ეს დისციპლინები და ის პროგრამები და ავიღოთ უნივერსიტეტის პროგრამები, ეს გაერთიანება მოლოდინში ვართ, რომ ამაღლებს სტუდენტების დონეს. მაგრამ რა ვიცი, ისევ ჩემი ღრმა დარწმუნებით. რაც მე წავიკითხე, ვერსად ვერ გაერთიანებენ. ეგეთი არ არსებობს, კი ბატონო. რაც არსებობს, ისიც გასწავლებულია. პირიქით, აი მე ღრმად ვარ დარწმუნებული, პირიქით დონე დაიწევს ამ გაერთიანებით, დაიწევს. ესე იგი, გაერთიანება კი არ უნდა იყოს. აი კიდევ ვიზახი მე თუ მეკითხებით, აი ჩემი გამოცდილებით ის 50 წელზე მეტია გპ-ში ვარ, ხო? და ყველა საფეხური გავიარე ფაქტიურად და ისა რისი თქმა მინდოდა გარკვეული კი არა, მართლა დიდი რისკია ამ გაერთიანების. ესე იგი, პირველი რომ დონე დაიწევს აუცილებლად და ამას არ ჯობია დაუშვათ გაერთიანება კი არა, ერთმანეთს დავეხმაროთ, ისე აი მანძე კიდე თანამშრომლოთ რა დარგსაც მოისურვებს ჩვენი თანამშრომლები, გინდათ უნივერსიტეტის ჯავახიშვილის, გინდა ჩვენი და შერწყმა მე მგონია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. აი ახლა გავრცელებულა 63 პროფესორის განცხადება. ეგ დილიდან გავრცელებულია, გუშინ მოაწერა სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომლებიც წინააღმდეგები არიან ამ გაერთიანებას. ყველა წინააღმდეგია. ყველა წინააღმდეგია, რა თქმა უნდა. ეგ ისა ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა გავრცელა. ეხლა მე რა მინდა ვთქვა, თქვენ აი იმ სამართლებრივი საკითხები განვიხილოთ, რაც დრო დაგვჭა მოვასწროთ. ესე იგი, ეს მინისტრი ამბობს, რომ გამჭვირვალე პროცესები მიდისო, პირიქით არის, გამჭვირვალობა არა. აკადემიურ წრებთან ურთიერთობა არა. ისე მიიღეს კონცეფცია და მთავრობამ და ისე მიიღო პარლამენტმა კანონი და ეხლა კიდე კანონში ცვლილებები შეაქვთ, რომ აკადემიური წრეები ამაში მონაწილეობას არ იღებდა. უნივერსიტეტებში ეხლა ჩვენ აი ჩვენი ინიციატივით და რაღაცა ვაკეთებთ, ხო, იქ რაც არის თითქმის აი ესე სპონტანურად ხდება ისა. უნივერსიტეტებში განხილვა არ მომხდარა, დაინტერესებულ საზოგადოებაში არ მომხდარა, ჩართულობა აკადემიური წრეების, უნივერსიტეტების და საზოგადოების არ არის. მე სპეციალურად მივყვები იმ ტერმინოლოგიას და იმ სიტყვათა წყობას, რაც მინისტრმა თქვა. და ოღონდ უარყოფით, ეს ყველა არაფერი არ ყოფილა. მიზნობრივ ჯგუფებთან კავშირი საერთოდ არ ქონიათ, არც პირდაპირ და არც ირიბი. არაპირდაპირ. საერთოდ არ ყოფილა. ხო, არა და საჭიროა. ესენი ყველაფერი ჩამოთვალა, იმიტომ რომ საჭიროა. გესმით? რო გამოვიდა, სეტევ რო გააქრო. რეფორმის საკითხების განხილვა არ ხდება. რეფორმის საკითხების განხილვა არ მომხდარა და მომავალში მოხდებაო და რაღა დროსია შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, რომ მიიღებთ, რომ გაყრით ხალხს ქუჩაში, რომ დაიტაცებთ შენობებს, რომ დაანგრევთ ეროვნულ საქმეს, ყველაფერს მერე დაიწყებთ განხილვას, რომ ყველაფერს რო გააკეთებთ და ყველაზე დიდი უნივერსიტეტს რომ გააქრობთ. რეფორმის დაწყების საფუძველი არც საფუძველი არ ვიცით.
ანუ სიტუაციური ანალიზი სახელმწიფოს არ გამოუქვეყნებია. ეს შეიძლება დაწეროს სამინისტრო მთავრობასთან ერთად. უნდა დაამტკიცოს ჯერ პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ეს მოხსენება უნდა განიხილონ ამ რეფორმის სიტუაციური ანალიზი, რეფორმის კი არა, განათლების სისტემის მდგომარეობის ანალიზი უნდა განხილულიყო პარლამენტში, მსგავსი არ მომხდარა. შემდეგ, ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ინტერესებიო, ანუ სტრატეგიული გეგმა, ამ რეფორმის შესაბამისი არ არის. გახსოვს, რომ დაიწყო იმან კობახიძემ თქვა, რომ ჩვენო სტრატეგიული გეგმა მიღებული კი გვაქვს, მაგრამ სრულიად განსხვავებულიო და ისეთი რეფორმა არის ესო და ჩვენო ამ რეფორმის შესაბამის სტრატეგიულ გეგმას მივიღებთო 6 წლიანსო. ამ რეფორმის დაწყებიდან განაცხადა. სახელმწიფო უნივერსიტეტებისო, აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი გავაკეთეთო 29 იანვარს რო გამოვიდა. სად არის ეს შედარებითი ანალიზი? სად არის? და დასკვნა, სადაც მოცემული იქნება ყველაფერი ერთად, სიტუაციური ანალიზიც, TSU და STU-ს ცალ-ცალკე და მერე შედარებითი ანალიზი. და ყველა მიმართულებით, აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულების, ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი, სამართლებრივად დასაბუთებული, საერთაშორისო პრაქტიკა, გაერთიანების კრიტერიუმი და ნორმატივები. აქ შევჩერდები და მერე გავაგრძელებ ამ. მანანა, ერთი წამით ეხლა კიდე ერთხელ მინდა სიტყვით წავეკითხო, თქვენას იცით ბუნებრივია. ბატონ მიხეილ ჯიბუტის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის აი სოს იმითი გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში განცხადება. კი ბატონო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ამა წლის 29 იანვარს საქართველოს აცნო მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. რაც როგორც აღმოჩნდა, ნიშნავს, რომ ვიღაცეებმა არაფორმალურად მიიღეს გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისი შერწყმის შესახებ. არც ერთ სახელისუფლებო დოკუმენტსა თუ ინფორმაციაში 29 იანვრამდე ნახსენები არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის შესახებ. მინისტრმა თუ ვერ გაშიფრა ნათქვამი, ვერ არ დაასახელა გადაწყვეტილების მიმღებთა ვინაობა, გადაწყვეტილების მიღების ადგილი და წესი და მათი შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან, მაშინ უნდა დადგეს მისი უფლება მოსილების გადამეტებისა და თანამდებობასთან შეუფერებლობის საკითხი. მინისტრმა მიქანაძემ თუ ვერ დაასახელა სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, მაშინ მან და მასთან ერთად გადაწყვეტის მიმღებმა პირებმა ჩაიდინეს უკანონო ქმედება, შექმნეს განუსაზღვრელობის უზარმაზარი ტალღა, რომელმაც გამოიწვია სოციალური აშლილობა და მათ უკანონო დეზინფორმაციულ ქმედებას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. აი ეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ბატონმა მიხეილ ჯიბუტმა და აბსოლუტურად ვეთანხმები მე ამ განცხადებას, რომ კი, აბა რა საფუძველი დეზინფორმაციულ ქმედებას, ანტიკონსტიტუციურ ქმედებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს აუცილებლად. მე და თქვენ ვართ სამი საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები, ხო? დიახ. მერე როგორის, როცა შევარდნაძე იჯდა მყარად ტახტზე. ეს კი ბატონო დიდი საქმეა, მაგრამ ის უფრო დიდი მნიშვნელობის ის იყო, რა ქვია, კანონს ვასაჩივრებდით. მთელი საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ისინი ჩართულები იყვნენ ფასიან სწავლებასთან დაკავშირებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე და აი ზუსტად გაგახსენდა, მე გამოვყავი აქ გაერთიანების კრიტერიუმები და ნორმატივები. უყურეთ და ეს რა ჭკვიანი კაცი ყოფილა ეს ჯიბუტი კი ვიცოდი, მაგრამ ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტის წესიერესი კაცია და ძლიერი პიროვნება. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი ექსპერტი რას წერთ, ანუ გაერთიანების კრიტერიუმები და ნორმატივები. ანუ და ნახეთ
უფლება გადამეხვდეთ და საწერს მათი შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატივებთან. იმიტომ გადმოგიხსენე, აბა, სად არის ეს შესაბამისობა? ეს ნორმატივები რას გულისხმობთ? მე რას გულისხმობ? მე არ ვიცოდი ამას ეს თუ ეწერა. და ალბათ ბატონი მიხელი რას გულისხმობს? მომისმინეთ კარგად ხელისუფლებაო და ხალხსაც ვიმართავ. კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული და ზუსტად ვიცი, არ არის კანონმდებლობით ნორმატივები განსაზღვრული. დატვირთვის ნორმატივები უნივერსიტეტის თითოეულ უნივერსიტეტს ხო აქვს სხვადასხვაგვარი ფართები, ხო? დატვირთვის ნორმატივები, ტექნიკური რეგლამენტი, ანუ რა ლაბორატორია, რა მოცულობის, რამდენ ბავშვზე რაღაცა, ჯგუფები, აუდიტორიები, ფაკულტეტების მიხედვით კვოტები, დაუშვათ უნდა იჯდეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 900 კაცი. გააქვთ 900 კაციანი აუდიტორია? დაუშვათ უნდა იჯდეს გაერთიანებულ ლექციებზე 1200 კაცი. გააქვთ ამხელა აუდიტორია? და ასე შემდეგ ჯგუფის დატვირთვის ნორმატივები, კურსის დატვირთვის ნორმატივები. ეხლა მეტყვიან ისინი რომ აკრედიტაციას რო გადის პროგრამები, იქ ადგილების რაოდენობა გაზომილია. ეგ კი ბატონო, ეგ თავისთავად, მაგრამ ეგ სხვა არის. დატვირთვის ნორმატივები მთლიანად უნივერსიტეტის სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა ლაბორატორიების, სხვადასხვა ეს ნუსხა, ასეთი რამ არ არსებობს. და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს რომ უნდა შევაერთოთ? ვერ შეაერთებთ, სანამ ამ ნორმატივებს არ შეიმუშავებთ. საკონსტიტუციო სასამართლოზე გენიოსები შედიოდნენ, მაშინ 9 წევრი იყო, არა ვაჟა? ესეთი იურისტები კი არ იყო. თქვენაირი სადღაც ზოგსად აქ დამთავრებული ზოგსად. ყველა იყო პროფესორი და აკადემიკოსი. 9 წევრი. ბატონი ავთანდილ და კანკალებდით არაფრის არ მეშინია, ერთი ღმერთის მეშინია და ყველაზე მეტად შემეშინდა როგორც ექსპერტი გამოვდიოდი, ერთი დღე იყო ექსპერტების მოსმენა და როგორი ჭკვიანები, უნიჭიერესი ხალხი, ცნობილი მეცნიერები, პროფესიონალი, მათი სახელმძღვანელობით ისწავლება იურიდიულ ფაკულტეტებზე. და კითხვები და რომ ემზადებოდი საკონსტიტუციოსთვის და ისედაც იქ წარიმართა ფასიან სწავლებაზე, უფასო ყოფილიყო თუ ფასიანი, საშუალო სკოლა და ამ გენიოსმა, კომპეტენტურმა პროფესორებმა და აკადემიკოსებმა ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დემეტრაშვილმა, მაშინ დემეტრაშვილი იყო უდიდესი პატივისცემა ჩემი ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და იმ საკონსტიტუციო სხვათა შორის შაშკინის მამაც იყო იქ საკონსტიტუციო წევრი, აბსოლუტურად ობიექტურად იქცეოდა და ჩვენი მხარე დაიჭირა მიუხედავად იმისა რომ მიშა მაშინ ჟვანია და ისინი რეფორმატორები რა თქმა უნდა შევარდნაძის გუნდში იყვნენ და გვებრძოლდნენ ჩვენ უჩიოდით პრეზიდენტს, ვუჩიოდით პარლამენტს, კანონთან დაკავშირებით. და მოქალაქეთა კავშირის და ვაჟა რო დაიწყო განხილვა ამ უჭკვიანესმა ხალხმა, რა კითხვები დაიწყეს? და დატვირთვის ნორმატივები. დაიწყეს სკოლების დატვირთვის ნორმატივები, კლასების დატვირთვის ნორმატივები, ფინანსური ნორმატივები. ანუ ეს ფინანსური დაფინანსებელი, მაგრამ ფინანსური ნორმატივები მოიკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრებმა და ამას მიება მერე სასკოლო და ეს დატვირთვის ნორმატივები რაღაცა იყო იქ. უყურეს სკოლაში როგორ არის? ასია უნივერსიტეტში სკოლის დატვირთვის ნორმატივი, კლასის დატვირთვის ნორმატივი, ფინანსური ნორმატივი. ყველაფრის, იქ მასწავლებლის ხელფასი, დამატებითი მომსახურება, იქ ის ყველაფრის ნორმატივებია გაწერილი. ეს სხვა საქმეა, ცოტაა თუ რაღაცა. სადა გაქვთ თქვენ უმაღლესებში ესეთი ფინანსური ნორმატივები? არა აქვთ, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ეხლა რასაც არა გაქვთ ნორმატივი საფუძველი ჩემო ძვირფასებო. მე არ მინდა რომ თქვენ სასჯელები დაგედოთ, მაგრამ თქვენ მოგეკითხებათ ამის გამო. აუცილებლად იმაზე კაცად ვიდრე სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს მოეკითხა. ქართველი ხალხის ბურჯს რაზეც დგას ერით აქამდე ეკლესია, წმენა და განათლება და ანგრევთ ამ ორ დიდ ბურჯს.
ეს შეგნებული სვლა, იმიტომ ვთქვი, ანტისახელმწიფოებრივი, და ორ რექტორზე ერთი იქ ვინ რექტორები მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ ორი ყველა რექტორს. ყველა 19-ივეს სახელმწიფო უნივერსიტეტის. ამათ რადგან იმ ხალხს არაფერი არ დაუშავებია და თავიანთ ადგილებზე როგორ შეეძლოთ მუშაობდნენ და რაღაცა. მოერიეთ 19 კაც. გააკეთეთ ზეწოლა? საზოგადოებაზე ვერ გააკეთებთ ზეწოლას. ცოტა შევარდნაძე თქვენზე მაგარი კაცი იყო. და თქვენზე მაგარი პოლიტიკოსი იყო. თქვენზე დიდი წონა ჰქონდა. სასაცილოა. თქვენ და ისინი ის ცხოვრებული და თქვენ რო შეგადაროთ. არ გინდათ ესეთი გზა? დაიხიეთ უკან. თქვენ არაფერი არ შეგიქმნიათ. თქვენ წილოსანები და ლაშხები და ისინი ვერ გიშველიან. ეგენი ყველა წავლენ თავიანთ გზაზე. შეიძლება ისეთ განვითარდეს ამ აღელვებისგან ყველაფერი რიგარეში არჩევნები დაინიშნოს. არც ერთი თქვენ მაგ არ იქნებით. იმდენი უკმაყოფილო ყავთ უკვე. ეზიზღება ქართველებს უკვე ეს ხელისუფლება. ყველას და მე მოუწოდებ ყველას პარტიული კუთვნილების მიუხედავად გავერთიანდეთ ამ ანტიქართული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი განათლების ბურჯებს ანგრევენ. ეს პირდაპირ სახელმწიფო პოლიტიკის ანტისახელმწიფო პოლიტიკაა განათლების კუთხით. როგორ შეიძლება, კაცო, ესე იგი 104 წლის ტექნიკური უნივერსიტეტი 4 წლით არჩეულმა მთავრობამ დაანგრიოს. წინ აღარ იყურები, კაცო? ჩვენი შვილები, შვილთაშვილები მოდიან და 107 წლის დედა უნივერსიტეტი ჯავახიშვილის და იმის დაფუძნებული ნიკო ცხედაძის და იმით აშენებული შენ დააქციო და გაანადგურო, კაცო? 4 წლით არჩეულმა, რომელსაც თავში არაფერი არ გაქვს, არ გიყრია იმისი მიასედიც კი რაც დიდ ივანეს ჰქონდა. და იმის ცნობიერება არ გაქვს, ეროვნულ ცნობიერებაზე არ არის ლაპარაკი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის არ შეიძლება ამათი გაერთიანება. პირიქით, შენ უნდა იზრუნო ეროვნული წარმოების განვითარებაზე, ეროვნული მრეწველობის განვითარებაზე, ეროვნული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რომ ეს სტუდენტობა, რომელიც მოწადინებულია ცოდნისთვის, დაასაქმო შენ და არა შენი სუპერმარკეტების ქსელი, რომლის პროდუქტების გაიაფებაზე გამოვიდა ეს ჩიჩილაკა ბრძენი კობახიძე და აი იმიტომ გაიაფთა. ესეთი სიაფანდები როდემდე უნდა იყოთ. ესეთი მატყუარები თვალში ნაცრი შემყრელები. როგორ შეიძლება მე ახლა ეს ხელისუფლება მომწონდეს მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ამ პირსისხლიან ფაშისტურ რეჟიმს სააკაშვილისას ვეომებოდით ყოველ დღე. ისევე ახლა მანანამ გამახსენა მე ის პერიოდი მართლა შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირისა და ის როგორ დიდი როლი ითამაშა იმ დროს მხარში გვედგა შესანიშნავი გაზეთის შანსი მისი მთავარი რედაქტორი ბატონი ბონდო ქურდაძე და ეს თითოეულ ჩვენ ნაბიჯს როგორ კარგად აშუქებდა გაზეთი და როგორ მხარში გვედგა და ესე იგი მე ვერ წარმომედგინა რომ ამ განათლების სისტემაში ისევ ეს ანტისახელმწიფო, ანტიქართული, ანტიეროვნული ტალღა მოვიდოდა, კაცო. რას წარმოვიდგენდი? 54 წელია გპl ვარ, ოთარ. ვაჟა, ის საკონსტიტუციოს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ იქ პირველი საარჩევნო და ჩვენ ეთყობა ესე უნდა გავაგრძელოთ აქაც, სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. აუცილებლად მოვიგებთ. აი ამ სასამართლოში მოვიგებთ. მოვიგებთ. მარკესის მარტოობის 100 წელი გამახსენდა ავრელი რუბოა რაღაცა წრებრუნოა. მიუტრიოდეთ, ვაჟა, გამოგჩა აქამდე როგორ ეხლა 13 წუთი და ამხელა რეფორმას ატარებენ. და დაფინანსების ახალი ფორმულა არ აქვს. წარმოგიდგენია. 2250 ლარი, რომელიც არის 18-20 წელი სამარცხვინო მდგომარეობა და სამარცხვინო რა. და ამას არ ზრდით. და რეფორმას აკეთებენ, რის რეფორმას აკეთებენ? რის რეფორმას აკეთებთ? რა უფლება გაქვთ თქვენ? რეფორმას როგორ აკეთებთ, როდესაც მინიმალური ფინანსებს არ უმატებთ? 2250 ლარი. თქვენ რა ხალხი? გაჭირვებულ ქვეყანაში. ეს უნიჭიერესი ერი. თქვენ რა სულელები გონიათ ეს ქართველი ხალხი და თუ გინდ საქართველოს მოსახლეობა? და გინდა ჩვენ
უფასო რა უფასო სწავლება შემოაგდეთ თქვენ? რის უფასო სწავლება? აერთიანებთ უნივერსიტეტებს შენობების გამოთავისუფლება გინდათ, გაყიდვა გინდათ, იქ ავაშენებთ რუსთავშიო ამ ხელა ფართები აშენდება? იქ აშენებთ რაღაც შეამცირებთ მერე კოდებს, ეხლა არავის არ შევამცირებთო, თქვენ გონიათ რომ მაგას ვინმე გიჯერებთ? კი, ეხლა როგორ შეამცირებთ? ეხლა ვერ შეამცირებთ, შუა სასწავლო წელია. შუა სასწავლო წელში შეიძლება ასეთი რეფორმის გაკეთება? ჯერ ერთი ეს არ შეიძლება. ეხლა არ შეამცირებთ, მაგრამ მერე კონკურსებს გამოაცხადებთ. და აი კონკურსზე ვერ გახვედითო. და მერე ზედარ შეხედავთ იმ ხალხს. იქეთ გამოიყვას დამნაშავეებს. და ისა, ესე იგი, ფინანსების ზრდა არ ხდება, უფასო სწავლებას აკეთებთ თქვენ უნივერსიტეტების შენობების გაყიდვის, მithwis, რა ვიცი, აკადემიური პერსონალის, სტუდენტების რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე და პროგრამების დახურვის ხარჯზე. იმ პროგრამაშია მაყურებლებს მიმართავდა მსმენელებს, საგანმანათლებლო პროგრამაშია, პროგრამა არის ცოცხალი ორგანიზმი, იმ პროგრამაშია პროფესორიც, იმ პროგრამაშია მასწავლებელიც, იმ პროგრამაშია ტექნიკური მუშაკიც და იმ პროგრამაშია სტუდენტიც. პროგრამებს თუ შეამცირებთ ყველაფერს. მერე თქვენ არ გაქვთ კონცეფცია, ხო არ გქონდათ? სასამართლოში რო შევიდათ, 10 თუ გამოაცხობთ კონცეფცია ვრცელი და ნორმალური სახით, თავისი განმარტებებით. არ გაქვთ რეფორმის რეალიზაციის გეგმა, არ გაქვთ სათანადო დოკუმენტების პაკეტი, საკანონმდებლო ნორმატიული პაკეტი. ყველაფერი უნდა გქონოდათ გაწერილი, ოღონდ მიწერილი კუთხეში პროექტი. ესენი ყველაფერი ერთად უნდა გამოგვექვეყნებინათ. უნდა შეხვედროდნენ კოლექტივებს და იქიდან. მთავრობაც უნდა ჩაკეტარებინათ ღია სხდომა კი არა, შეხვედრა საზოგადოების დიდ ფილარმონიაც კი არ ეყოფოდა. იმაზე დიდი დარბაზი უნდა დაგექირავებინათ, არა, რის ფილარმონია, სპორტის სასახლე. და აი იქ უნდა მომხდარიყო განხილვა აკადემიური წრეების და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე. და არა მარტო და იმ რექტორებსაც არ ეუბნებოდით არაფერს. დაჩქარებული წესით განხილვების გარეშე იღებთ დოკუმენტებს იმ პარლამენტში. აწევინებთ ხელს. და პეტრიაშვილები და შტანგისტები და ისინი გვიწყვიტავა საქმეს. რამე გაეგებათ? განათლების? შეჩერდით სანამ დროა. არაპროფესიონალთა გუნდმა მიიღო კონცეფცია, ვინ დაწერა? ეს არ არის კონცეფცია. ვინ არის დამკვეთი? ვინ არის დამკვეთი? აი ესეთი მდგომარეობაა ვაჟა, ესეთი მდგომარეობაა. ოთარ სიტყვა. არ დაგვავიწყდეს გაბისონიასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ესე იგი მოვასწრებთ 9 წუთია და მინისტრის მოადგილე. ქალბატონო, ესე იგი ორი უნივერსიტეტის მაგალითს მოვიყვანო. ესე იგი ლონდონის აღმოსავლეთის უნივერსიტეტი და კიდევ მეორე ლონდონის უნივერსიტეტი. გააერთიანეს. ერთი 3 წელიწადში დაიშალა, მეორე 10 წელიწადში დაიშალა. ეხლა თუ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ 3 წლით და 10 წლით ხო არ ვაკეთებთ, ესე იგი რა ვიცი, დონეც ნორმალური იყო ყველაფერი, მაგრამ ეს რთული სისტემაა და ამ რთულ სისტემაში გადაწყვეტილების მიღება ბატონო ვაჟა ძნელია. რა თქმა უნდა. ესე იგი დიდი რთული ამოცანაა და იმიტომ ვამბობთ, შველა ჭირდება პირველ რიგში ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი რა ვიცი, აი საუკეთესო ტრადიციებით. მარტო ამ ბოლო 5 წელიწადში რექტორმა რეები არ გააკეთა, რეები არ იმასკნა, გახარებული ზარზეებით გახსნეს ის რომ ახლა ორი კვირის ხო ეს გიორგი ნიკოლაძის ძეგლი მშვენიერი სკვერი წინ ყველაფერი და მე კიდევ ვიძახი ჯობია თანამშრომლობა ვინემ გაერთიანება ესენი თანამშრომლობაზე ბატონო ვაჟა ხალბატონო არ გაფუძდება საქმე ერთმანეთს დავეხმარებით არ მოდიან ამ თანამშრომლობაზე უთარ ამათ გადაწყვეტილი აქვს და დღეს იცი მე რა უნივერსიტეტის აზრი ეხლა წასულები არიან მოდი ეხლა ნუ დაუკარგავთ ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ჯგუფი რა თქმა უნდა რექტორთან ერთად ზვიად გაბისონია მიიღო მინისტრი რო ყოფილიყო აქ მაშინ მინისტრი მიიღებდა
მაგასაც ნუ დაუკარგავთ, რასაც გააკეთებენ და გადმოდგამენ ნაბიჯებს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ეს, მაგრამ არაპირებენ გათვალისწინებას, იმიტომ რომ გათვალისწინებას რომ აპირებდნენ, მაშინ არ განიხილავდნენ დღეს ბიუროზე გაერთიანების საკითხს. ხვალ უკვე კანონპროექტს მიიღებენ. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა უნდა იყოს ქუჩაშიც, მაგრამ უნდა წავიდეთ სამართლებრივი გზით. ეხლა ერთი რამ მე მინდა ვთქვა. ზვიად გაბისონია 8 ივლისს 2025 წელს დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. ახლა ბატონი ზვიად გაბისონია უმაღლესი განათლების რეფორმის მომხსენებელია. სპიკერია, რომელსაც პარლამენტში დაჩქარებული წესით გააქვს საკითხები და რომლის გარშემოც განსაკუთრებით დიდი ინტერესია. ამ საკითხების გარშემო და ასევე დიდი ინტერესი აქვს საზოგადოებას და მათ შორის მეც მივიღე, ასე ვთქვათ, მითითება ჩემი თანამოაზრეებისაგან, რომ შემესწავლა ბატონი ზვიად გაბისონიას დეკლარაცია. ქონებრივი დეკლარაცია. მანამდე შეისწავლა ერთ-ერთმა BMG საიტმა და მათ გადაცემებსაც ამზადებს ეს სტუდია, ბიზნეს კურიერი და ისა. არის ასეთი ინფორმაცია. ვინ არის და რა ქონებას ფლობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც ნიშნულოვანი რეფორმის, როგორც ვთქვით, სპიკერობა ჩააბარეს. დეკლარაცია შევსებულია მინისტრის მოადგილის რანგში 8 სექტემბერს. ეს დეკლარაცია ძალიან დიდია, ბიოგრაფიას და იმას მე ჩემს საავტორო გადაცემაში ხუთშაბათს განვიხილავ, მაგრამ მე მინდა მივაქციო ყურადღება სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოძრაობს ეს კაცი და მუშაობს ოფიციალურად და დაფიქსირებული აქვს ხარჯები. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია საქართველოს უნივერსიტეტი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, გიული ალასანიას დედის უნივერსიტეტი, სადაც 2024 წელს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო და ანაზღაურება აიღო 60,000 ლარი. ანაზღაურება. წლიური იყო ალბათ. ხო, არა, ეხლა სხვა უნივერსიტეტებში აქვს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 43,316 ლარი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 18,220 ლარი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 24,745 ლარი, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი 30,000 ლარი, კერძო სკოლა IB მთიები, ევროპული პროგრამები რომ არის 50,000 ლარი. ჯამში რამდენია? არა, ესე არ შემიძლია, ეს ნაწილია, თორე იცით რამდენი ისა აქვს, ამას ხუთშაბათ უფრო დაწვრილებით. ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი 1,600 ლარი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,880 ლარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,216 ლარი და ასე შემდეგ. ეხლა 2024 წელი არის ის დრო, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და გამალებული ბრძოლა მიდის ხელისუფლების ჩამოსაგდებად. გადაწვეს, გადაბუგეს ისა და თვითონ ეს სამთავრობო ტელევიზიებმა გაიგეს მერე ყველაფერი, აღმოვაჩინეთო, რომ მთელი ცენტრი არის იმ საქართველოს უნივერსიტეტშიო. სტუდენტთა გაბისონია იქ არის. ესენი, ისინი, ხო, არა. კონკრეტულად მე დავინტერესდები იქ რა ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ იმ უნივერსიტეტთან ხო ქონდა კავშირი, იქ ხო მუშაობდა და ეხლა მე ვეკითხები ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, ვინ იყო მაშინ უშიშროების მინისტრი? ლილუაშვილი. ლილუაშვილი ღალატობდათ.
და ახლა მე გეუბნებით თქვენ ვასრულებ უშიშროების ასე თქვათ მაღალჩინოსნის როლს. მაშინ არ მოგაწოდეს ინფორმაცია, ეხლა მე გაწვდით ინფორმაციას. შეისწავლეთ, მე არაფერს არ ვამტკიცებ. ესე იგი, ჩვენი რექტორი ბატონ დავით გურგენიძეს შეაქვს საჩივარი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიტაცებული შენობების და ასე შემდეგ. ალასანიას ისა, რა თქმა უნდა ჩვენ რექტორზე არის იქეთა მხრიდან უდიდესი ზეწოლა. იხილავს წულუკიანის კომისიას. კაცმა თავი გადადო წულუკიანის კომისია იხილავს, მოხსენებით წარდგა ბატონი გურგენიძე და კანცლერი ჩვენი უნივერსიტეტის ბატონი კარლო კოპალიანი და შედეგი რა გადეს დეტალური ინფორმაცია გადაიგზა არა მე შეიტანა გენპროკურატურაში რატო არ გადააგზავნა პარლამენტმა ან სამინისტრო რასაკეთებს ჩვენი შეიტანა გურგენიძემ და შედეგად რა მივიღეთ მომჩივანი უნივერსიტეტი გააქრო თქვენმა გაბისონიამ თავარმა სპიკერმა არა ხო მიქანაძე გამოვიდა და თქვა რომ აი ეს შეერთება უნივერსიტეტების მაგრამ არა ეს ახლა მე ესე იგი იურიდიულად მომჩივანი მხარე სააკაშვილის დედას მოაწილეს მე უკავშირებ კაცო არა მე არ უკავშირებ მაგრამ ახლა მომჩივანი მხარე გამქრალია რას უშვებით სახელიც კი არჩება 104 წლის უნივერსიტეტს რა მაგარი იურისტები ყავთ ბატონო ბიძინა მიეცით დავალება და ყველაფერი იქნა შესწავლილი ამ კავშირების შესახებ ყველანაირი ქმედებები იქნა შესწავლილი ამ პროგრამების გადანაწილება უნივერსიტეტებს შორის როგორ ხდება მე ვიცი შიდა კულუარული ინფორმაციები გამოდიოდა რომ ეს პროგრამები დასაწყისში ვთქვი TSE-ს ძალიან ბევრი პროგრამა მათ შორის საინჟინრო და ტექნოლოგიური უნდა გადასულიყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არ გადავიდა რატომ არ გადავიდა მოიკითხეთ ეგ და 17000-ზე მეტ სტუდენტიანი უნივერსიტეტი თუ უნდა დაიხუროს ბატონო ბიძინა ეგეც მოიკითხეთ და მენდეთ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს რაღაც მაგალითები რომ მოყავთ ფინეთის და იმის გამოიხედეთ აქეთ ქართულო ოცნების ხელმძღვანელო პირველო პირებო სადაც მოხდა გაერთიანება ათეული წლები მიდიოდა იმაზე ფიქრი მეცნიერული კვლევები და საქმეების დალაგება ჩაატარეთ მისაღები გამოცდები ისე როგორც არის არ გვინდა თქვენი უფასო განათლება მაგის გულისთვის რომ სპობთ ყველაფერს და დინჯად დავიწყოთ რეფორმირება საზოგადოებასთან ერთად თუ გინდათ ხელისუფლებაში დარჩენა თუ არა და ერთს ვიტყვი ეს ჩვენი რექტორი დიცულოვანი კაცია გამოდის და ამბობს იმას რა ქვია თქვენზე კარგ რაღაცას და აღვირახსნილი ლანძღავს ყველა საქართველოს მოსახლეობა თქვენს გამო იმდენად დაგივარდათ უკვე რეიტინგი საქართველოს მთავრობა ამ არაბიზაციის და ამ იმის გამო ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ პირდაპირ